ვერის დაღმართი, ელბაქიძის დაღმართი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა. აი ამ ქუჩის სახელები იცვლებოდა დროთა განმავლობაში მე-20 საუკუნის მანძილზე, თუმცა დღემდე შემორჩენილია ისე ელბაქიძის დაღმართის სახელიც და ძალიან საინტერესო ისტორია ამ ქალაქის, რომლის კვალი დღემდე არის შემორჩენილი. 1919 წლის 13 სექტემბერს ამ ქუჩაზე ზუსტად ამ ადგილზე ჩვენს უკან ბოლშევიკი ტერორისტები არკადი ელბაქიძე და პავლე მარდალეიშვილი თავს დაესხნენ რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელს ამიერკავკასიაში გენერალ ნიკოლოზ ბარათოვს, ქართული წარმოშობის გენერალ ნიკოლოზ ბარათოვს. თავდამსხმელებმა ორი ყუმბარა ესროლეს მანქანას, იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერლის ილია ოდიშელიძის მანქანა და მასთან ერთად იყო ბარათოვი მძიმედ დაიჭრა, მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, შემდეგ ძღოლები ვასილ ჟურჟიაშვილი და შალვა სამათაძე დაიღუპნენ. გენერალი ილია ოდიშელიძე მსუბუქი ჭრილობებით დაშავდა. კადი ელბაქიძე თავდამსხმელი გაიქცა მაშინდელი ყორღანოვის ქუჩით, აიხლანდელი ქიაჩელის ქუჩა არის ეს ქუჩა. შემდეგ ხევით დაეშვა ქვემოთ, როდესაც უკვე მტკვარში გადახდა ეს სისხლის სამართლის სამძებროს აგენტმა გელოვანმა მოკლა, რომელიც ხიდზე იყო ჩასაფრებული. გენერალ ბარათოვზე თავდასხმის ისტორიაში არის საინტერესო ერთი მომენტი. ამიერკავკასიაში საფრანგეთის სამხედრო მისიის წარმომადგენლის პოლკოვნიკი შარდინის თანაშემწე კომანდანტი დენან ნონანკური, რომელიც სამხედრო მზვერავი იყო, თავის საიდუმლო ატაკში მიანიშნებდა, რომ გენერალ ბარათოვზე თავდასხმის უკან შეიძლება საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი მდგარიყო. დამადასტურებლად შეიძლება გამოდგეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივში, ყოფილ კგბ-ს არქივში დაცული დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ ბოლშევიკი თავდამსხმელების ჯგუფში ჩანერგილი იყო ძალიან მაღალი რანგის ქართული სამხედრო დაზვერვის აგენტი ილია ებრალიძე, რომელიც ამ დროს ამ თავდამსხმელი ჯგუფის წევრი იყო, თუმცა ეს ამავე დროს იყო ძალიან საინტერესო პერსონა და დადასტურებული ფაქტია, რომ ის სამხედრო დაზვერვის აგენტი იყო.